ახალციხეში საკადრო ცვლილებები გრძელდება. ქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორად დღეს ოფიციალურად ნანა ბერიძე დაინიშნა. დაწესებულების ახალი ხელმძღვანელის განმარტებით ბაგა ბაღებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის რეფორმების გატარება იგეგმება. ნანა ბერიძის თქმით, ქალაქში მოსახლეობის გამოკითხვა მოხდება თუ რა კუთხით სურთმათ დაწესებულებაში მდგომარეობის გაუმჯობესება. სწორედ ამ გზით აღმოიფხვრება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სხვადასხვა სახის პრობლემები. მოსაგვარებელი პრობლემა თუ რამე არის მოვაგვარებთ, თუ რაც არის წარმატებული, კიდე გავაგრძელებთ შემდგომშიც, რა თქმა უნდა, ხო, გავყვებით იმ დინებას, რა დინებითაც მიდიოდნენ, რაც არის წარმატებული. და რაც ისე აღმოსაფრელი, აღმოფხრათ, ერთად ვიმუშავებთ, გუნდური მუშაობა იქნება აუცილებლად და გადაიჭრება ისე, როგორც მოსახლეობას უნდა, როგორც პედაგოგებს ჭირდებათ და როგორც საერთოდ დადებითად ქვეყანას. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას 2013 წლის 4 თებერვლიდან ნანა გელაშვილი ხელმძღვანელობდა, თუმცა მან თანამდებობა 31 ივლისს სწორედ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მისი განმარტებით, ბაგა-ბაღებში ბევრი სასიკეთო რეფორმა გატარდა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობებს, რაც მისთვის საამაყოა. დღეს ჩემი გადაწყვეტილებით გადავწყვიტე, რომ სამსახური დამეტოვებინა, დავწერე განცხადება და წამოვედი სამსახურიდან. მე რაც შემეძლო საბავშვო ბაღებისთვის გავაკეთე მაქსიმუმი, ასე ვთქვათ და ამ ეტაპზე ასე ვარჩიე, რომ დღეს თანამდებობა დამეტოვებინა, დღეს გავაკეთე განცხადება და წამოვედი სამსახურიდან. ეს იყო ჩემი საკუთარი გადაწყვეტილება, არც დალდატანება ყოფილა და არაფერი. გიორგი კოპაძის თქმით, საკადრო ცვლილებები ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იწყება და ეს ბუნებრივი მოვლენაა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ყველა სფეროში ხელმძღვანელთა გადახალისება მოხდეს, რაც ქალაქისათვის სასიკეთო იქნება. ქალაქის მერი ირწმუნება, რომ მუსიკალური სკოლის დირექტორი არ შეიცვლება, რადგან ცისენა ობოლაძე მისი მტკიცებით საკუთარ თანამდებობას თავს კარგად ართმევს. რაც შეეხება ახალციხის ციხეს, კოპაძის მტკიცებით გუჯა ბიჭაშვილი თანამდებობას ახლო მომავალში დატოვებს. დანარჩენ აიპებს გადავხედავთ, უნდა შევისწავლოთ რა მუშაობა. თუ კი გვაკმაყოფილებს მათი ხელმძღვანელების მუშაობა დავტოვებთ, თუ არ გაკმაყოფილებს მათაც შევცვლით. ამაში მე ვერაფერ პრობლემას ვერ ხედავ, იმიტომ რომ მოვიდა ახალი ძალა, რომელიც სხვანაირად ხედავს ამ აიპების მუშაობას. არა ისე რომ ეს იყოს რაღაცა ხელფასის ასაღები ადგილი და ვიღაცების თავშესაფარი, არამედ ეს უნდა იყოს მუშაობა, რომელიც გამოადგება ჩვენ ქალაქს, ჩვენ მერიას და აქ გაკეთება ბევრი ის საქმე, რისთვისაც ეს IP-ები არის შექმნილი. ჩვენ შეიძლება კიდე შევქმნათ სხვა IP-ებიც, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის, მუშაობთ ამ საკითხებზე და ალბათ ესენს თქვენთვის ცნობილი გახდება. დღესვე ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი შეიცვალა. თანამდებობაზე ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი ზაირა კელაპტრიშვილი დაინიშნა. 4 წლის წინ ზუსტად 1 აგვისტოს ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის პოზიციიდან ახსნა განმარტების გარეშე გამათავისუფლეს. ეს სამართლიანობის აღდგენა იყო. განმარტავს ზაირა კელაპტრიშვილი ექოსთან საუბრისას. ცვლილებებია ახალციხის დასუფთავების სამსახურშიც. შპს კეთილმოწყობის დირექტორი ამინა ნოზაძე გიორგი ბალიაშვილმა ჩაანაცვლა.